რამდენიმე საათში ჩემი საყვარელი დღესასწაული დგება, ამიტომ საჩუქარი მოგიმზადეთ. რადგან სიყვარულისა და სიკეთის გაცემის სეზონია, ამ შობას შეგიდგინეთ პლეილისტი, სადაც მგონია ნებისმიერ თქვენგანი იპოვის ერთ ორ ახალ ძვირფას სიმღერას. შობის დღესასწაული ადამიანში ხელახლა დაბადებასა და სიხარულით ახუსებას უკავშირდება. ამიტომ ვეცადე ისეთი პლეილისტი შემეკრა, შენგანო არ მოითხოვს საშუალო განწყობას და პირიქით, შენი განწყობის მიხედვით რომ გაგილამაზებს დღეს. ვისთვისაც შობა ბუხრის სითბო და სიმშვიდის ხატია და ვისაც თოვლზე და საკვამურებზე ჰანგები ყელში აქვს. ვისაც White Christmas ერგო და მათთვისაც ვისაც Blue Christmas აქვს. ალბომებს და კონცეფციებს ვერ გავეკეცი. ამიტომ გთავაზობთ 70 წელზე გადაჭიმულ 75 ტრეკიან პლეილისტს 7 მოქმედება. პირველ მოქმედებას ვიწყებთ ტრადიციებით, კლასიკითა და ჯაზით. ჩაიკოვსკი, დიუკ ელინგტონი, ოსკარ პიტერსონი. მეორე მოქმედებაში გადავინაცვლებთ უკვე ოქროს ხანაში. ანუ იმ სიმღერებში, რომლებმაც დაგვიხატეს, როგორი უნდა იყოს იდეალური შობა. ფრენკ სინატრა, დინ მარტინი, ბინგ კროსბი, ნat კინგ კოული და ასე შემდეგ. მესამე მოქმედებით უკვე ვზრდით ტემპსა და ენერგიას. Soul-ი, rock-and-roll-ი, ანუ შობა როგორც ხმაური და მოძრაობა. მეოთხე მოქმედება უკვე ხასიათობრივად განსხვავდება. აქ შეგვხვდება ისეთი ჟანრები, როგორიცაა ჰიპ-ჰოპი და როკი. სიმღერები აქ ხან ირონიულია, ხან მარტოსული, ხან უბრალოდ ცივი და გულწრფელი. მეხუთე მოქმედებაში გვაქვს ინდი შობა, ან ერთგვარი ალტ-ზამთარი. ერთდროულად ტკბილი, მწარე და სევდიანიც. მეექვსე მოქმედება ექსცენტრიულია. თულად გამოსარკვევია რაში ან სარწერია საერთოდ ეს სიმღერები, მაგრამ მაინც დამბეჭდავია. მეშვიდე და საბოლოო მოქმედება კი შობის რენესანსია თანამედროვე პოპ სამყაროში. მოქმედებებით იქნება ეს თუ უწყვეტად, მოусმინეთ და იპოვეთ თქვენი შობის საუნდტრეკი. პლეილისტის ნახვა შეგიძლიათ ჩემი პროფილის აღწერაში. ხელმისაწვდომია Spotify-ზე, YouTube Music-ზე და Apple Music-ზე. დამწერე კომენტარებში რა სიმღერას დაამატებდი ამ პლეილისტს და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.